Avec des flammes, afin de couvrir la voie qui dit à mon âme, vois-tu mal, pourquoi tu m'as là? რეჟისორი, მსახიობი და თეატრის ხელმძღვანელი. კინოსა და თეატრში შესრულებული არაერთი როლით და მის მიერვე რუსთაველის, ბათუმის, ქუთაისის, სოხუმის, რუსთავის, როსტოვისა და ბრატისლავის თეატრებში დადგმული 111 სპექტაკლით. ეს მისი ისტორიაა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრიდან იწყება. თანაც 18 წლის ასაკიდან, როცა იგი ამავე თეატრში სცენის თანამშრომლად მიიღეს. გოგი ქავთარაძეს მაშინ 2 წლის სამუშაო სტაჟი სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩასაბარებლად სჭირდებოდა. წლის მივედი მარჯანიშვილის თეატრში. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მარჯანიშვილის თეატრის კორიფეები ცოცხლები იყვნენ. ღამბაშიძის გარდა მე შავგულიძის ჩათვლით ყველას მოვესწარი, ცოცხლად. ეს როდესაც მივედი თეატრში, როგორც სცენის თანამშრომელი. სცენის თანამშრომელი ეს არის მასობრივ სცენებში რომ გამოდიან, სტატში ვიყავი, არც არაფერში, მაგრამ თავარი იყო რომ მე იმ ჰაერებს სუნთქავდი და ეს ხალხი ჩემგვერდით იყო და ამათ უყურებდი უფასოდ. აი ეს რავარი საქმე იყო ეს ხალხი და ძალიან დიდი რამე იყო ჩემთვის ეს და მე გავხდი რეჟისორის თანაშემწე. სანამ მივიდოდი თეატრში მარჯანიშვილის თეატრის გვერდით ცხოვრობდი და მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირ მხარეს ხშირად ვიდექი ხოლმე მე ხა ჩემ წიგნში წერ ამის შესახებ მომავალ წიგნში უნიარმაგის მხარეს და უყურებდი საათობით როგორ გამოდიოდნენ მსახიობები ამ შენობიდან ის ხალხი რომელსაც მე სცენაზე უყურებდი. იქით ვიყავი 5 დღეში. მე ეს მაინტერესებდა. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ისინი უკვე მე ჩემი მეგობრები გახდნენ. ზოგიერთმა ჩემ სპექტაკლებში ითამაშა, ზოგთან ერთად მე კინოში ვთამაშობდი. ის მაინც მახსოვს მე როგორი თვალებით ის გრძნობა აი აღფრთოვანებისა და პატივისცემის ჩემში დღემდე არსებობს. 22 წლის იყო თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩააბარა. მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა. ამ დროს მარჯანიშვილის თეატრში გიგა ლორთქიფანიძე ნოდარ დუმბაძის მევხედავ მზეს დგამდა. რეჟისორმა სოსოიას როლზე პირველკურსელი გოგი ქავთარაძე ისე დანიშნა, რომ მისთვის არაფერი უთქვამს. სოსოიამ პოპულარობა მალევე მოუტანა. იხსენებს იმასაც, როგორ ავიდა ერთხელ ტროლეიბუსში და გაიგონა როგორ გადაულაპარაკა ერთმა მგზავრმა მეორეს. აი ეს ბიჭი სოსოიას თამაშობსო. მაშინ ბედნიერებისგან სუნთქვაც კი შეეკრა. პირველი შეხვედრა იყო ჩემი გოგისი, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში მივდგამდი ცნობილ სპექტაკლს, მაშინ დუმბაძის მეებები იყო და ილარიონს და გოგი იყო რეჟისორის თანაშემწე თეატრში. მან გაიარა თეატრში, ასე ვთქვათ, ყველაფერი, ყველა ეტაპები რო იწყებენ, რეკვიზიტორად კი მუშაობდა, მე რეჟისორის თანაშემწე გახდა. და აი ამ მუშაობის პროცესში საოცრად მომწონდა მისი დამოკიდებულება თეატრისადმი, მსახიობისადმი, რეპეტიციისადმი და თანაც კიდე ისეთი რაღაცა ვატყობდი რა, რომ მსახიობი რო თამაშობდა, როგორ უყურებდა და როგორ აღიბეჭდებოდა მის სახეზე, ასე ვთქვათ, სესილია თაყაიშვილის თუ ჟორჟელიანის თუ სხვა უფროსი თაობის მსახიობების თამაში და ძალიან ჩართული იყო როგორც რეჟისორის თანაშემწე და ძალიან მომეწონა ეს ბიჭი. ისე მანამდე მე არ ვიცნობდი, ესე გავიცანი როგორც რეჟისორის თანაშემწე. ბატონმა გიგამ მე მაკურთხა და პირველად სცენაზე როგორც მსახიობი, თუ ჩემი მშობელი ასე ვთქვათ რა, მამობილად ითვლება და ასეც არის დღემდე. ბატონმა გიგამ რაც ჩემ ცხოვრებაში რაც გააკეთა, ამას მართლა საკუთარი მშობელი არ გიზავს. არა მარტო რომ გამომიყვანა, მე წლების განმავლობაში სულ ჩემ გვერდით იყო და აქამდე ჩვენ ჯერ ვიყავით ესე და ახლა მეგობრები ვართ, ხო? მართალია მე ბატონ გიგას უკვე დავახლოვდი კიდევ 100 წლებით მეგონია.
გადავწყვიტე რომ მეცა და ამ როლში გოგი ქავთარაძე. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ყველა მის მიმართ გადამოკიდებულება ყველას გაუკვირდა, იმიტომ რომ ახლა მსახიობი არ არის ჯერ ესე იგი არის რეჟისორის თანაშემწე და საიდან ესე იგი ამხელა მნიშვნელოვანი როლი. მაგრამ მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება და გოგიმ დაიწყო რეპეტიციები. რეჟისორები ამბობენ ხოლმე რომ მე იმდენი ვიმუშავე და ასე ვქერი და ესე ვქერი, არაფერი არ მიმუშავია. აი როგორც მოვიდა ისე ითამაშა, იმიტომ რომ მოიტანა რაღაც საოცარი სიმართლე, რაღაც შინაგანი სითბო, ადამიანური ინტონაცია. ერთი ასეთი მონოლოგი ქონდა, ქვია საფლავთან იჯდა ბეჟანას საფლავთან და ელაპარაკებოდა გამარჯობა შენი ბეჟანაო და ნუ ისე ელაპარაკებოდა როგორც ცოცხალს აბსოლუტურად ბეჟანს აი ცოცხალ ადამიანს ელაპარაკებოდა და ამ დროს ბუტაფორიული საფლავის ქვა იყო და იმაზე ედო ხელი და სესილია თაყაიშვილმა რეპეტიციას უყურა და მე მივიდა გოგისთან და უთხრა ნუ დეფო ხელსო იმ საფლავზეო და რატო ხავდო სესილიო და აი ეს ბუტაფორია არისო და შენ ისეთი ნამდვილი ხარ და ისეთი მართალი რომ ხელს მიშლის აი ბუტაფორიას ვადებ ხელსო ესე იგი რანაირი მომთხოვნი მსახიობი როგორც სესილია იყო და მithumetes სიმართლის შეგრძნებას სცენური სიმართლის ასეთი შეფასება მისცა გოგის შემოქმედებას. სესილია თაყაიშვილმა მითხრა როდესაც სოსოე ნახა არ თამაშობდა ეს სპექტაკლში და ბებია იყო ხო უკტავი რაღაც და მითხრა ახლა ყველა გილოცავს შენ და ყველას მოწოხარ შენ. მე გეტყვი ერთ რამეს. ბავშვებს რო კინოებში ათამაშებენ ხო აი ჩიქვილიძე რო თამაშობს და სხვის შვილებში და მაგდანას თუჟაში. თუ ისე თამაშობს შენ ამ სოსოიას, როგორც ის ბავშვები თამაშობენ და შენი როლი არის ერთჯერადი, შენი ხელოვნება ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. მე შენ დაგელაპარაკები მეორე და მესამე როლს რო ითამაშებ. ბებია ჩემი წავიყვანე სპექტაკლზე მე ხედავ ზეზე. ნუ ახლა ეს ძალიან სასაცილო რაღაცა იყო. სოფლიდან ფაქტიურად თეატრში არ ყოფილა. და იქ ფეხში შელავიყავი, დრუსიკით ვიყავი რაღაცა ხო. რო დავთავდა სპექტაკლი და სახში რომ მოვედი რომ ვეკითხები რომ როგორ მოგეწონა, არქი იყო, არქი მეთხრა რაღაცა. მაგრამ მე შევატყვე რომ ჩემზე არ ლაპარაკობს. რატომ ეხლა რომ აი ფეხში შველა რო ვიყავი, ესე სოფელში როგორიც ვიყავი, მე მისთვის ასეთივე ვიყავი სცენაზე და მან დიდი განსხვავება იმან იცის რომ თეატრი არის რაღაცა ისეთი მაგიური ადგილი, სადაც იქ სხვა ხალხი თამაშობს, რაღაცა ხო წარმოუდგენია. შენ კიდე იმან საჩვენე ჩვეულებრივი ბიჭის ცხოვრება და მე არ ამოვარდი ერთი მითხრა რომ ძარღვებს ნუ იშლიო, რაღაცაზე რომ ბრაზდებოდი, რა ნერვებს ნუ იშლიო, ესე იგი ეს უნდა და ეთქვა რომ ამითი ბებიანჩემ ყველაზე კაი რეცენზია დამიწერა, მე რომ ესე იგი მე ამ თავისი ფრთხილი და რო არ გაომარჩია მე იმ ბიჭისგან ეს უფრო ამას უფრო მივხვდი მე რომ ჩემთვის ეს იყო დიდი რეცენზია და შეფასება. მისი პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი მას ყოველთვის ნიჭიერ რეჟისორად თვლიდა, მაგრამ როგორც მსახიობს თითქმის არასოდეს აღიარებდა. თუმანიშვილს კარგად ახსოვდა ის შემთხვევაც, როდესაც ერთხელ ქუჩაში გოგი ქავთარაძესთან ერთად მიდიოდა და როგორც პედაგოგი მას რიგით ნოტაციასაც უკითხავდა. მაშინ ფილმი ქორწილი ახალი გამოსული იყო და ქუჩაში გოგი ქავთარაძეს თითქმის ყველა აჩერებდა, ულოცავდა და ესაუბრებოდა. ამიტომაც პედაგოგს სტუდენტისთვის ნოტაციის წაკითხვა არავინ აცადა. ამის მიუხედავად თუმანიშვილი მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან მიხვდა, რომ ნიჭიერ ადამიანთან ჰქონდა საქმე. ორჯერ ვაბარებდი მოსკოვში სარეჟისორო ფაკულტეტზე გიწიში. ერთერთხელ ვერ მოხდი. ნუ ესე იგი ღმერთი სადღაც არსებობს და მე მოხდი აქ ბატონ მიშას ჯგუფში. ესე იგი კიდე კაირო იქ ვერ მოხდი. თორე მე ხო ავწდებოდი ახლა ამ ხელა კაცს. ეს არის ძალიან კონკრეტული წლები, როცა ის შენ გასწავლის ხელობას. ხელოვნებასთან ერთად რეჟისურის ხელობას. შენ თუ შეგიძლია მოყავს ახლა მაგალითები რომ მე ახლა ასე ბოლოს ასე დაამთავრებდა ძალიან კაი ლექცია როცა ხონდა რომ მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი და ჩემზე კარგად იცოდა ეს სტანისლავსკი, მაგრამ სულ დადგმული აქვს 3 სპექტაკლი. გულისხმობს დიდი სპექტაკლები, ხო? ახლა ცოტა ფიგურალურად ამბობდა
თქვენ რამდენი გახთ ბატონო შევეგე მე ერთ ნახევარი აბა მეუთხარი ეხლა მე რო გადავალე ეხლა დავთვალე ამას წინათ 111 სპექტაკლი მქონია დადგმული ეს საკმაოდ დიდი რიცხვია ციფრი არის საკმაოდ ის შტამბეჭდავი ხო ეს 111 სპექტაკლი და ეხლა თუ სტარისლავსკის და ბატონ მიშას დაუჯერებთ ჩემი არც ერთი სპექტაკლი არ დამიდგავს მაშინ ხანდა ნახევარი 100 სპექტაკლი და ნახევარი მაინც თუ გამოვიდა 100 მკაცრად თუ მიუდგები ბატონი მიშას არ უყვარდა როცა საერთოდ მსახიობობასთან რაც იყო დაკავშირებული ჩემი არაფერი არ უყვარდა იმიტომ რომ მე მან ის ამბობდა რომ ეს გავზარდა რეჟისორად და როგორც არტისტი მე ეს არ მაინტერესებს უცნაური კაცი იყო ბატონი მიშა თვითონ და გრამხრი აი საკურსო სპექტაკლი დაუდგინე სტუმარ მასპინძელი როცა სარეჟისორო სწავლობდა და მე ეს სპექტაკლი სარეჟისორო ფაკულტეტების პირველი საკავშირო დათვალიერება იყო მოსკოვში და იქ გავიმარჯვეს რაღაცა ნახევრად ოფიციალური ფესტივალით იყო და იქ იყო ტავსტანოგოვის ჯგუფი ესწორებდა და ბატონი მიშა იყო და მართლაც 111 სპექტაკლი დაუდგი ყველა რასაკვირველი არ უნახავს ბატონ მიშას მაგრამ როდესაც ესე იგი მოვიდოდა ის ჩემ სპექტაკლებს და ნახავდა ხო ის აუცილებლად მე დამირეკავდა და ტელეფონზე გაანალიზებდა ამას და ეს იყო რაღაცა პროცესი. როდესაც შენ ამას გასწავლის, მაგრამ მართლა ჩემი სპექტაკლებიდან რა გავიდა? სულ ყველაფერს დავიწყე და მეტყოდა რომ აი რომ გავიდა მე აღარა გავხდი უკვე თეატრის ხელმძღვანელი ვიყავ. აი სტუმარ მასპინძელი რომ დადგი შენ ინსტიტუტში, სულ იმას მახსენებდა. მე ვთქვი მე ხო დავდგი სპექტაკლებს. კი დადგი, მაგრამ აი სტუმარ მასპინძელი რომ დადგი შენ სტუდენტმა მე მაშინ დავიჯერე რომ მე უკმათ არ დამეკარგავს დრო და როგორ თავისი თვისება ქონდა და თუმცა მეც მიმაჩნია რომ ჩემთვის ეს სპექტაკლი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი იყო. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი გოგი ქავთარაძე სწავლის პარალელურად რუსთაველის თეატრის სპექტაკლებშიც იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო რობერტ სტურუას სპექტაკლები. მოგვიანებით ამავე თეატრის სცენაზე უკვე როგორც რეჟისორი ისე ავიდა. ჯერ სადიპლომო სპექტაკლი ჩვენ მისი უდიდებულესობა დადგა, მომდევნო სეზონზე კი რეზო თაბუკაშვილის პიესა დენბურგის ზარი. ასე მოიტანა ცხოვრება, როგორც მსახიობმა ისე დაიწყე. კინოშიც და თეატრშიც. და 67 წელს უნდა დადგა შენი პირველი სადიპლომო სპექტაკლი. ესე იგი შენ იმ ხალხთან ვისთანაც იხდი, იცვლი ტანსაცმელს, იკეთებ გრიმს, ანგლობ, რაღაცა სიგნობ, ეშმაკობ და რაღაცა შენ გვერდზე რაღაცას ყვებიან, შენ ხვალ უნდა შეიტანო პიესა, ხელში უნდა კონდეს და რო შედიხარ სარეპეტიციო დარბაზში, ფეხზე უნდა ადგენს ყველა და შენ უნდა დაიწყო როგორც რეჟისორმა ცხოვრება. მთავარ როლში იყო სერგო ზაქარიაძე. ყველაზე მთავარი და მე დანარჩენი ხალბატონი სალომე, პადრი გობახიძე, ემანუელ აფხაიძე, ნუ ბევრი თამარ თარხნიშვილი, ბევრი ხალხი. გურამ საღარაძე. მე მახსოვს რომ კარები რო გავაღე ის მაგიდა სადაც მე ყოფილიყავი იქ შორს იდგა და მე უნდა გამეულო საკმაოდ დიდი მანძილი მე რო შემოვედი პორტფელის ხელში და ჩემი პირველი მონოლოგი დამუშავებული მაგრამ პირველად როგორ უნდა და
რომ გავაყარებდა რომ შემოვედი, ისინი ისხდნენ. მე ხო უნდა გავიარო ეს მანძილია და ცებთ სერგოზახარიძე ადგა სულ. რომ რეჟისორი შემოვიდა და ყველაფერი ესე გუშინდელი ჩემი პარტნიორები და საღამო შეიძლება კიდე სპექტაკლი მქონდეს. მე როდესაც ეს რეპეტიცია დავამთავრე, მელოდებოდნენ ბადრი კობახი და ბადრი კობახიძე როგორც მსახიობმა დაამთავრა მე სარეჟისორო ბატონ მიშასთან. და ასეთი რამე მითხრა რომ დღეს მივხვდი რომ შენგანო რეჟისორი გამოვა. რატო დღეს რა იყო მე ვთხარი? რა იყო და მე რომ ჩემი პირველი სპექტაკლის დასაწყისად შევედი რეპეტიციაზეო და ფეხზე რო ადგერო მე ვთხარი აი კაცო რაღაც დგებით ფეხზე ხა დაჯექიო შენო შემოხვედი ესენი ადგერ ფეხზე ისე შეიფერე ვითომ მე ერთხელ შემოვიდა რეპეტიციაზე და არც მიგიქცევი ამისთვის ყურადღება და ესე იგი ხლა მე ვთხარი ესე ხა თავხედობაში ჩემ არა ესე იგი შენ იგიცოდი შენი ისე სერგო ზაქარიაძე როგორც პატარა დამწყები მსახიობი ისე მუშაობა რამე უნდა გეთქო ეხლა პატარა ეშმაკობა სულ ეხლა სერგოს შენიშნასაც ხო არ ეტყვია რა ხო სულ ახლა ამეტანი რაღაცა ხო გინდა უთხრა შენ მართლაც ის ობიექტურად მაშინ რაღაცას ვეშპაკობდი ხოლმე და დამეტანი ბევრი რო შენიშნა არ გამოთქვა და ვეტყოდი ბატონო სერგო მოდი ის ვარიანტი გავაკეთოთ თქვენ რომ გუშინით მითხარით მე რომელი ვეტყოდი და ვითომ რაღაცა მითხრა და თვითონაც არ ახსოვდა და ამითი რაღაცა არ გამომდიოდა რომ და ეს იყო ისეთი სკოლა რომელიც მე ძალიან სერიოზულად გავიარე და ეს იყო კიდე თან პარალელურად აგზელებდი კიდე მსახიობობას აქ პასუხისმგებლობა გემატებოდა გოგი რაც ცხოვრებაშია 180%-ით ეს იცვლება თეატრში აი როცა გოგი არის შენი მეგობარი და ასეც არის ჩემი მეგობარია უახლოესი მეგობარი აი ვთქვათ მივდივართ ქუჩაში ნუ გოგი მოდია გოგი მიდი გოგი რაღაცა აი როცა თეატრში შედიხარ უკვე ეზოში და იმ ზღრუბს გადააბიჯებ უკვე ხდება ბატონი გოგი ეს არა იმის გამო რომ რაღაც შენს თავს სიმპათიებს და მიმართავ ბატონობით არა შენდამუნებურად ხდება უკვე თეატრში გოგი არის ხელმძღვანელი შენი და ის დისტანცია არსებობს აი როგორ არსებობს და როგორ ეს დღემდე ვერ ამომიხსნია იცით უცნაური რაღაცა დაიყო რა ამბავი ვერ მიცანი ალი პაშა გურავი ორი წარმატებული სპექტაკლის გამოსვლიდან 1 წლის შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად გოგი ქავთარაძეს რუსთაველის თეატრის მიტოვება მოუხდა. 29 წლის იყო, როდესაც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორობა შესთავაზეს. მაშინდელი კულტურის მინისტრის ოთარ თაქთაქიშვილის ეს შეთავაზება გოგი ქავთარაძესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ახლა თეატრს ვამდობთ მე თქვენ ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი 29 წლის ვარ ხო? ორი სპექტაკლი მაქვს მარტო დადგმული რუსთაველის თეატრში. მართალია რუსთაველის თეატრში. ზამი გამეშვის თავარეჟისორად. ჩავედი ამ ბათუმში, ეხლა ბედნიერების ჯაჭვი კიდევ და ეს იქაური ხორავა დავასაძე, იუსუფ კობალაძე და მურატ ხინიკაძე ეს და ნუნუ თეთრაძე, იქაური ვერიკო აჯაფარიძე ასე ვთქვათ, ხო, რომ გადავიტანოთ თბილისის რო შეუდარო ეს ხალხი სულ იგი ისე მე რო შევიდოდი ფოეში, ისინი გემოდენ ფეხზე. და ეს ბუმბერაზები და მე ერთხელ კობალაძეს ბატონო იუსუფ ნუ მაყენოთ ხოლმე ნუ სულ დგებით ფეხზე. მე შენ კი არ გიდგები ფეხზე. მე მთავარ რეჟისორს ვდგები ფეხზე. ესე იგი ეს არის რიტუალი, ეს არის პატივისცემა და ასე შემდეგ. ეს არის ალბათ ერთადერთი კაცი. ერთ-ერთი კაცი კი არა, ერთადერთი კაცი, რომელსაც შეუძლია ტრიალ მინდორზე თეატრის შექმნას. ეს ნიჭია. უცნაური რაღაცაა, რომ კაცი, რომელიც 22-23 წლის იყო და იყო ზენიტში რუსთაველის თეატრში, აი მაშინ იდგმებოდა დუმბაძე, ის მზიანი ღამე, ვახშმობის წინ აი თუ რეპერტუარის 5 პიესიდან 4-ში მთავარ როლს თამაშობდა. თანაც ძალიან გახმაურებული სპექტაკლები. უცბად ატოვებს რუსთაველის თეატრს და მიდის ბათუმში თეატრის მთავარ რეჟისორად. აი ამის დათმობა, რაც მას ჰქონდა მაშინ რუსთაველის თეატრში, აი ჩემთვის დღეს წარმოუდგენელია.
ბათუმის თეატრში მისულმა მუშაობა მესამე დღესვე დაიწყო და 28 დღეში სპექტაკლიც მზად ჰქონდა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ამის შემდეგ იმ მსახიობებმა, რომლებიც თეატრში გამოჩენილ ახალ მთავარ რეჟისორს უნდობლობას უცხადებდნენ, გოგი ქავთარაძის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალეს და ენდნენ კიდეც. ბათუმის შემდეგ გოგი ქავთარაძემ ქუთაისში გადაინაცვლა. მას ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ადგილი შესთავაზეს და ამჯერადაც დათანხმდა. დიდი თეატრი, დიდი სცენა და დიდი ტრადიციები. გოგი ქავთარაძეს ქუთაისში ის დახვდა, რაც სჭირდებოდა. აქვე 7 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი დადგა. დავდგი 23 სპექტაკლი. ეხლა ეს ისეთ სპექტაკლებიც არ იყო, ეს იყო კორიოლაროსი შექსპირის, ღალატის უბათაშვილის, სამი მუშკეტერი დიუმასი. ეს არის დიდი სპექტაკლი, იმიტომ რომ დიდი თეატრია ეს, უზარმაზარი სცენაა და თან ქუთაისში ხართ ასეთ ტრადიციების თეატრში და ურთიერთობა გქონდა და თანამედროვე კლიაშვილი, აჟამშაველა, ილიას საღამოები, რომ ძალიან კაი სპექტაკლი პირველად იქ დავდგი, ეს იყო თქვენ წარმოიდგინეთ ჩემთვის და ძალიან დასამახსოვრებელი ეხლაც ახსოვთ, ეს არის დედაენა. Дедайна давдги без сценაზე. Вот, например, я посылаю нас в Турцию. Что тут обидно? Что тут написано? Почему другой лобзает твои очи и руку жмет твою? Лука, у тебя получается, что твоя жена шлюха. Что? Кто шлюха? Софика шлюха! ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან გოგი ქავთარაძე სოხუმის თეატრში გადაიყვანეს. ეს შევარდნაძის გადაწყვეტილება იყო, რომელიც ცეკას პირველმა მდივანმა რეჟისორს თხოვნის სახით წარუდგინა. საჭირო არგუმენტებიც დაამატა და თანხმობაც მიიღო. თეატრი გოგი ქავთარაძემ ჩაიბარა, რომელსაც მალე კონსტანტინე გამსახურდიას სახელი ეწოდა. ამის შემდეგ ამავე თეატრში ოქროს ხანა დაიწყო. ცნობილი სპექტაკლებით მარადისობის კანონი, დიდოსტატის მარჯვენა, ვენეციელი ვაჭარი და ყვარყვარე თუთაბერი. მაშინდელმა ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ბატონმა ედვარდმა პირდაპირ უშუალოდ თხოვ, ასე მითხრა სხვათა შორის, რომ მე შენ ვერაფერს ვერ დაგაძალებ, იმიტომ რომ შენ ბათუმშიც იყავი, ქუთაისშიც, ამუშავე და საკმაოდ აღებიერად მუშაობ, მაგრამ თუ შენ ამას მე გამიგებ, როგორც ქართველი კაცი, არა როგორც თანამდებობას, მე ვიქნები მადლობელი, იმიტომ რომ იქ შენ ჭირდები. წავედი სოხუმში არც შენობა ქონდა, ახალ დროებითი შენობა ქონდა, დაგლენჯილი კარები არა, ფანჯარა არა და დავიწყეთ და ჩავედი მე ახალი წლის წინა და 25 თებერვალს უკვე პირველი სპექტაკლი ვითამაშეთ ბატონი გიზო თხოვეს ჟორდანიას, დადგა მარადისობის კანონი და ჩამოვიდა მთელი საქართველოს თეატრები. სოხუმში სულ სხვა ის 10 წელი იყო, ეს აღიარებული ოქროს ხანა. ეს არის ქავთარაძის ოქროს ხანა, რომელიც ჰქონდა ამ თეატრს. ძველ თაობას, ახალგაზრდა თაობას, საშუალო თაობას ამას აღიარებს, რომ სოხუმს 120 წლის თეატრს, რომელსაც ჰქონდა საოცრად დიდი ზღაპრული წლები, აი ასეთი 10 წელი არასდროს არ ქონია. ეს არის თეატრის გვირგვინი 10 წელი. სოხუმის თეატრში განსაკუთრებით გავაღეთ თეატრის კარები და თქვი, რომ აქ მე კი არ უნდა ვიყო მარტო. აქ უნდა იყოს ქართული რეჟისურის ყველა მოწინავე წარმომადგენელი. იმიტომ იყო რომ ბატონმა დოდომ დადგა ვენეციელი ვაჭარი, ბატონმა გიზომ დადგა ყვარყვარე და მარადისობის კანონი, ორმა სლოვაკმა რეჟისორმა დადგა სპექტაკლი, დათო ანდღულაძე ეხა თეატრის ხელმძღვანელოს პირველი სადიპლომო სპექტაკლი დადგა, მანანა კვირკველიამ პირველი სადიპლომო სპექტაკლი დადგა, გიორგი შენგელაიამ, გიორგი მაგრამ ახალგაზრდამ დადგა სპექტაკლი და ძალიან ბევრმა ცადა თავის ბედი რეჟისურაში. აფხაზეთში კონფლიქტები რო დაიწყო, აი 10 წლის განმავლობაში გოგი ქავთარაძის და ამ თეატრის გარშემო შემოიკრიბა მთელი ქართველი ხალხი სოხუმში ცხოვრები ადამიანები და ეს გახდა რაღაცა ბასტიონად ქართული აზროვნებისა და ქართული ცხოვრებისა. კაბინეტის კაცი მე არასოდეს არ ყოფილი ვარ და
ვიღაცა რომ შემოვიდა და ხოლმე სუიცინოდა რომ ხელმძღვანელს რო ეძებდნენ თეატრში ხო ვიღაცა ხანკირო სტუდიაში ჩამოვიდა და მოსკოვიდან ხარ ვიღაცა კორესპონდენტი ყველას მიადგებოდნენ ჩემ გარდა იმიტომ რომ ყველა გავდა დირექტორს ჩემს გარდა ხო და მაგრამ ეს არ იყო მარტო კაბინეტი ეს იყო რაღაც დამოუკიდებელი აზროვნების საშუალება მე მომიწვია ეს უპრეცედენტო შემთხვევაა სხვათა შორის ახლა პატრონი თვითონ იყო იმ თეატრის ხელმძღვანელი მაგრამ რატომღაც მიწვევს მე ახლა კეკლუცობ არ ვკეკლუცობ ახლა მე სულებითაც არა მაგრამ ალბათ რაღაცა იყო ისეთი რომ გავუშვათ მე და არა სხვა რა მომიწვია მე ძალიან გამეხარდა და სხვათა შორის არც გამყირვებია ეს საქციელი გოგისგან. ისე გასაკვირი საქციელია, რომ ვიღაც სხვა რეჟისორი მოიყვანონ, რომ მან გახსნას თეატრი. ახლა თვითონ გააკეთებს და დამთავრდა. მაგრამ მე დავიწყეთ მუშაობა. აი, იცით რა, აი აქ ისეთი შეხმატკბილებული მოქმედებები და მუშაობა მიდიოდა რომ ვერც კი არც კი შეინიშნებოდა, სად იწყებოდა რეჟისორი, სად თავდებოდა მსახიობი, სად იწყებოდა დირექტორი, სად იწყებოდა დასი ორგანიზატორის ყველაფერს ისე აი შეუმჩნევლად ოღონდ ენერგიის დიდი დაძაბით ხდებოდა. გენიალური პარტნიორია. პარადისობის კანონში მე ვთამაშობდი ვახტანგ ბოგაძეს. ბატონ გიზომ გააკეთა შორდანი. ჩემი დღემდე უსაყვარლო როლად რჩება ეს როლი. 10-წუთიანი სცენა შემოვდიოდი ტაშით, გავდიოდი ტაში, ინგრევოდა დარბაზი. ეს გოგიმ გააკეთა, იმიტომ რომ მე არასდროს არ დამავიწყება, ყველა სპექტაკლს ზარზე იმით თამაშობდი, იმიტომ რომ გოგი ყოველდღე ახალ რაღაცას თავაზობდა. აი ეს სცენა რომ შემოდის და მწამლებს რო ტოვებს და მამაოს რო ელაპარაკება და უცბად რო შეხედავს და აი ეს მოდიოდა ეს წასვლის დრო უნდა წავიდეს უკვე ვეღარ ძლებს ეს კანონიერი ქურდი მასთან იმიტომ რომ გვეცრემლებში იხშობა ეს და მოვიდოდა ასე თავს ჩამიდებდა და ჭრავდა ხელს წადი რა წადი შეტერდებოდა და ლოგინს აი ეს სურს მიჩვენებდა და წაწვებოდა და მე ვეუბნებოდი ასე ფრაზას ფუღუ კლიჩკას ვეუბნებოდი ფუღუ ბაჩანას არ მოკვდე ბიჭო არ მოკვდე რა ის შემაგცებდა ზურგს. ეგ თამაში არ იყო საჭირო. რო ველაპარაკებოდი და რო უყურებდი, ეს ზურგს გზნობდი როგორც ცახცახებდა მისი ზურგი, იხშებოდა ცემლებში. აი ეს არ მიჩვენებდა ამ ცემს. და ამას რო ვიტყოდი, იმე ხალხს რა ემართებოდა იცი. ცუდად. პაუზა იყო რაღაც. პაუზა და უცბად კივილი ტაში. პარადისობის კანონის დამთავრებისას როცა ჩვენ გადავყოსდათ ერთმანეთს და წამოვიდა თბილისში, სადგურში უთხარი რომ ბატონო გიზო იფიქრეთ ყვარყვარეთ. აი ესე იგი თითქმის 8 წლის მერე ჩვენ რაც თქვით, რა პირობას მივეცით ერთმანეთს შევასრულეთ და მერე დადგა ყვარყვარეთ უთაბერი. გოგის ის პატარა ოთახში, სადირექტორო, სამენეჯერო ოთახშია და შორიდან რომ შევხედე, დასვენებულია კარკასიაძეა და რაღაცა მანქანა არის გამოსაყვანი, რაღაც საბურავები აქვს ამ მანქანას გამოსაცვლელი, სადღაც ცემენტია მისატანი, რაღაც აი ამ თემით არის დაკავებული. და გადაწოლილი ახლა ესე მაგიდაზე, ხო და მე მგონი თამაშობდა იცით მაშინ ის. მე კარებში ვდგევარ და ვუყურებ. მე მგონი ის თამაშობდა, ვიღაცას ანსახიერებდა იმ მომენტში. ერთობოდა თუ რაღაც და ბიჭო გამეიტანე ერთი ის რაღაცა იქიდან გამოაგორე მაშინა კაცო აი ვიღაცას მეგრულად უთხრა რაღაცა აი სიკვდილი შენი ვიღაც გად ხედავ რომ ეს კაცი თამაშობს ამას იმიტომ რომ სერიოზულად არ შეიძლება გოგი მეს გააკეთოს გოგი ზედმეტად სერიოზულია ხოლმე
თავისი მასია ისეთი რაღაცნაირი. ხო და გოგი მე უთხარი კაცო შენ რა თქინდა თამაში გამზადებული ყვარყვარე ხარ მეთქი და ყვარ დაგვედგა. კარგი იდეა არისო. მოდი როდის დავიწყო? ახალიწყეთ და გავაკეთეთ. მახსოვს გასტროლებზე თბილისში ჩამოვედით ჩვენა და ჩამოვიდა სოხუმის თეატრი. ეს ის პერიოდია, როდესაც თავაწყვეტილი და ესეთი შეტევა მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის სისტემაზე და დაუსრულებელი ეროვნული მოძრაობა დუხს პროტესტი ცხოვრების წესების წინააღმდეგ, რაც იყო იმ წყობის წინააღმდეგ და ამ პერიოდში ჩვენ ჩამოვდივართ რუსთაველის თეატრში უნდა გამართულიყო ეს წარმოდგენა. დემონსტრაცია არის ქუჩაში, იცით? აი მოდის უნივერსიტეტიდან მოდის დემონსტრაცია. უზარმაზარი დემონსტრაცია და 9 საათში მოვლენ ახლა. თეატრში შესვლის თავი ვისა. ისეთი არეულობა. თან დაგეგმილია ლენინის სურათი უნდა დასცვან. ეს იმ დროს ეს ამბავი გავიგე და უკვე მოვიდნენ ზემელთან არის უკვე ეს ამბავი და თეატრში კაცშვილი არ არის. გოგი საქმიანად ზის და საგრიმერო ოთახში და იკეთებს გრიმს და აცებს ელაპარაკება თავის თავს იცინის შევედი გოგი ოცო ეგეთი ამბავია დემონსტრაცია არის აქ ესე იგი ქუჩა ჩაიგეთება რაღაცა და ესენი უნდა მივიდნენ ეს დემონსტრაცია მიდის შეუერთდეთ ამ ხალხს და წავიდეთ აქ რა გვინდა რაღაცას მაგრამ ჩვენი პროფესია ეს არის და საწავალთაბა დაიწვა ლენინის პორტრეტი იმ დღეს ლენინის პორტრეტი დაიწვა იმ სახამოს თეატრის ახლო მახლო მოხდა ეს ამბავი და მოკლედ რვარ გავაგრძელოთ ბევრი ჩვენ წარმოდგენა დავიწყეთ 8-ს გადაცილებული იყო ესეთი 15-20 წუთი მაგრამ გაივსო თეატრი კატასტროფიულად გას ას გეუბნებოდი მოგეუბნებოდი კიდე რამდენჯერ უნდა მითხრა მაგ მართალი ხარ მიდია ჯერ მეკითხარი მეთქი მე უთხარ რეისი გაიარეთ. მეიცა, საწევიდი ახლა, აკიდე 10 რეისი. თქვენ რა სახლი არა გაქვთ? ჩემ ცხოვრებაში მოხდა ძალიან დიდი დარღვევა. ეს იყო ვენეციელი ვაჭარზე, როდესაც გამდა ბატონი დოდო ალექსიძე.
ძალიან ვიწვალე. ჯერ ერთი არ ვიცოდი მე რატომ მომცა ეს როლი, ეს ჩემი საქმე არ იყო. მე გადავწყვიტე მე ჩემი თვისებები, სიმართლე, ორგანულობა გამომეყენებია, მაგრამ არ იყო საინტერესო და ბატონმა თოდომ არ მომცა საშუალება მე რომ წავსულიყავი აუგზით და მან მოინდომა რომ ჩემგან გამოეძერწა რაღაცა ეს საშინელი მონსტრი ეს ადამიანის გირვანქა ხორცისთვის ამომჭრელი ეს კაცი ხო თავისი ქცევით, თავისი გარდასახვით, თავის პორტრეტით სპექტაკლი რო უნდა გამოსულიყო მე და ბატონი დოდო რაღაც ოჯახში დაგვპატიჟეს ახლობლები გვყავდა ჩვენ და ძალიან ყურადღებით იყვნენ ჩვენს მიმართ და შესანიშნავი წვადები გააკეთეს და მე ვიკითხე რისი ხორცია მეთქი და ყორის წოდებიო და არ შევჭამე იმიტომ რომ შაილოკი იყო ებრაელი და მე იმდენად თოდო შევამხედა და მე ვთხარი არ შევჭამ მეთქი ესე იგი ეხლა ვერ გეტყვი ეს რა იყო მეტიშრობა იყო პაკაზუხობა იყო როგორც იტყვიან თუ რაღაცა მაგრამ მე მაინც არ გავაკეთე იმიტომ რომ მე უკვე შევდიოდი იმ ნიღაბში და ღორის ხორცი არ შევჭამ ის იმდენად ნაღდია ნუ თა რა საკეთებ ახლა შენ მარადისობის კანონში ბაჩანას თამაშობ აი ეს იფხან თავს ორ ადგილას მე სხვა არაფერს არ აკეთებ ნუ თა რატო გიждდებიან ამ შენზე აი ვიცი აბა კარგად დააკვირდიო ნუ იმდენად აი თითქოს და არ არის ეს თამაში ეს იმდენად ცხოვრებისეულია მე საოცარი უნარის აღმოაჩნდა აი ბატონმა დოდო ალექსიძემ რო გააკეთა ჩვენთან ვენეციელი ვაჭარი როცა ის გაანაწილა შაილოგზე ჩვენ მის გვერდზე მდგომი მისი მეგობრები ფიქრობდით რომ ეს იყო უზარმაზარი შეცდომა აი გოგი მაინც ყოფითი რაღაც თავისი ფხანის სახიავი რაღაც ნაღდი უცბად აი ესეთი მონსტრი შაილოგი გააკეთა გოგი ქავთარაძის სარეჟისორო და სამსახიობო კარიერა ყველაზე მეტად ნოდარ დუმბაძეს და მის შემოქმედებას უკავშირდება. დუმბაძე საერთოდ ძალიან ბედნიერი კაცია საქართველოსთვის თვითონაც რომ ასეთნაირად გამოსცემს ბავშვებისაც კითხულობ დუმბაძეს, ასე იყო დუმბაძეს, იმიტომ რომ თვითონ დუმბაძე იმდენად მართალი და იმდენად ცხოვრებისეული კაცია და ამავე დროს ძალიან მხატვრულობა გააჩნია დიდი და იუმორის სევდის ზღვარზე, რომ ეს მხოლოდ შეუძლია დუმბაძეს. სხვადასხვა იყო ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი, იმიტომ რომ თვლიდა რომ აი ჩემი მსახიობია რა, ჩემი ინტონაციის და ჩემი სიმართლის მსახიობია. მე მახსოვს ახლა ვერ დავასახელებ ერთ მწერალს შემოვიდა სოხუმში. ჩამოვიდა ну არ ვიცი დასასვენებლად არ ვიცი პიესა შემოუტანა შევიდა შევაცილე ძალიან ცნობილი მწერალი და გავიხედე გარბის ეს გაზი და უკან ნაჯახით მოძდებს ქავთარაძე ну ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ რა ხდება ბაჭო ამ მწერალს ვთქვი ამონიჭო დუმბაძეს ვთქვი გამოჩემ პიესა დადგიო მისთვის როგორ არის იცი მას ხორებაში ალბათ ამაზე საფიცარი არაფერი არ ყავს რომ ნოდარ დუმბაძე პირველმა ყოველთვის მისი გმირები პირველმა შეასრულა პირველმა თეატრში ეს მისია აი დუმბაძე არის ქავთარაძე არის დუმბაძე აი რა ვიცი იმდენად ნაღდია იმდენად ნაღდი არტისტია დუმბაძე ყოველთვის მე მენდობოდა და როცა თქვა ზეაღამეში მე ვითამაშე სტორ ამოთხრა ეს ითამაშებს ძალიან საინტერესო იყო. ხო, საინტერესო რაღაცა იყო. ეხლა მე უფრო ვიცნობდი ეხლა ახლოს ვიყავი სანამ რობერტ სტურვასთან და მას შევებოდი დაახლოვდებოდნენ და ჩვენ ინსცენირების რაღაცას რობერტთან სახში უკითხავდით. ხო და მე როლების განაწილებასაც წაგაკითხებ თუ ეროსი თამაშობდა არ თავაზას რაღაც და იქ ეწერა კასიანე გოგიჩაიშვილი. პროფესორი რო არის იქ ზიანღამეში. ხო და რომიკო გავიდა ეს თვით რაღაც ხავა უნდა მოიტანას თუ რაღაცა და ხუთარი მეკითხება კასიანე გოგიჩაიშვილი რომელია მე ვთქარი აი პროფესორი რომელსკი აი გამოსტაზე უი ბახას კასიანე ხო სულ ამომივარ და თვითონ არ ახსენე შენ გავხსენე იმიტომ რომ მაშინ რამან შეგვაძე უკვე რამან შეგვაძე იყო და იბიგრა რა როლი ამისთანა რომ კასიანე ქვია თავარი როლი არ არის თორე როგორ დამოვიწყდებოდა რა შეიძლება რომ ეს მე გამომპაროდა ხო აი ესეთი
საინტერესო რამე იყო. გოგი ქავთარაძემ 30-მდე მხატვრულ ფილმში ითამაშა, მათ შორის ქორწილში, ჩარი რამაში, განგაშსა და თეთრქვებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცნობილი სახე შექმნა, მისი კოლეგები მაინც ფიქრობენ, რომ გოგი ქავთარაძეს კინოში უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. როდესაც მე თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი და თან პარალელურად ძალიან დატვირთული ვიყავი და პარალელურად გიძახოდა კინოში, ზოგ შემთხვევაში მე თვითონ ვერ მივდიოდი. ძალიან ბევრი მოწვევა მქონდა, მაგრამ ხო არ მეატოვებ თეატრს. ჩვეულებრივად რო იყო, თქვა რეჟისორი ამ მსახიობი და ამ ხელა თეატრებს არ ხელმძღვანელობდე, ჯანდაბას მაშინ რაღაცას გაწირა, რაღაცას შეეხვეწები და რომ მეატოვებ სამი თეატრს რომ დაბრუნდები ის თეატრი თავიდან დასავლეთ ჯერისედაც იქ რო ხარ, მაშინ არის ძნელი მოსავლელი თეატრი და ხა როდესაც ესე იგი შენ არ ახარ ადგილზე, დაგხვდება აუცილებლად რაღაცა უკვე შენ ჯგუფზე არა, აქეთ ხარ ეს დასული. რიმანი უნდა მოკლა. გამიშვით რიტანოვი, აჩათი, გამიშვით. გამიშვით ბიჭო. გამიშვით ბიჭო. ეტა გამიშვით ბიჭო. აჩა, კინოშიც და თეატრშიც სოცა მე ყოფილი ვარ მსახიობის როლში. ყოველთვის ვცდილობდი რომ ყოფილიყავი ჩემ ადგილას. და არავით არის აი ერთ მაგალითს გეტყვით მოსკოვში როდესაც მე ჩავდიოდი ხოლმე ხო ყოფილა ასეთი შემთხვევა იციან რომ მე ვარ მათთვის საჭირო თქვა აი ამ როლისთვის. ამავე დროს იციან რომ მე ვარ თეატრის ხელმძღვანელი. თან რეჟისორი. ხო აი იყო ასეთი მაგალითად ხშირი შემთხვევა რომ ვიღაცა რეჟისორს უთხოვია ჩემთვის რომ ხوار ჩაიხედავდით კადრში ან ნახეთ ეს სცენა რა ესე იგი მე მეორე მოდი რომ მე დავანებეთ მე გავიხედავ თუ არ ჩავიხედავ მე არა ვარ რეჟისორი მე ვარ მსახიობი და მე ამაში მხოლოდ მონაწილეობას ვღებულობ იმიტომ რომ სულ ზოგი რეპეტიცია გადაღებაზე ხო უყარს რეპეტიციაზე მე ლაპარაკი რა ეს არ არის ჩემი საქმე ვიღაცამ მითხრა და სწორედაც არის ну რა ცუდი იქნებოდა რასაკვირველია შენი ბიოგრაფიისთვის, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მარტო ქორწილის რო გეთამაშაო შენ კობახიძეს ისეთნაირი სურათია გადაღებული ეს ქორწილი რომ რა საუკუნეებიც არ უნდა გავიდეს. ხო ბევრს ვამბობ, არ შეიძლება ის მოძველდეს. იმდენად და მე ვლაპარაკობ კობახიძის ნამუშევარს და არა ჩემზე. ის შონაგმრაგრაზ ეხრაზ ის შორა
is chamanaganaga. Je veux rire, veux chanter et sourire ma peine. Oubliez le passé qu'avec moi je traîne. Allez, apportez-moi du vin fort, car le vin délivre. Versez mon corps pour que je m'enivre. La გოგი გავთარაძე ქორწილია, ლეგენდა, იმიტომ რომ კობახიძის ფილმი ქორწილი ეს მსოფლიო საგანძურია, მარტო ჩვენი არ არის, შედევრია. ჩარირამა მაგალითად სულ თხოვდი ბატონ კოლეზე არ არის ჩემი საქმე ნუ მათამაშებთ რატო ეს მეუბნება იმიტომ რომ მე ვთქვა წავიკითხე სცენარი ეს უნდა იყოს კაი გამოწყობილი ლამაზი ბიჭი გიტა ესტრადაზე უკრავს ჩემი საქმე არის მე ვთქვა ჩაფართხუნებული დასასმელი და ნახევრად გიჟები და სახასიათო და ეს არ არის მე ვთქვა ახლა სხვისაუბრ ჩაფერილი თეთრი ქუდით არა გინდა თორე შეიძლება და საერთოდ არ მიყვარდა ეხლა გავიდა ეს ისა რა ქვია ამდენი ხანი და ხალხი მეუბნება ბიჭო ჩარირამა კაცო როგორ მოგვენატრა ვეთქი კაცო ეს რა არის გაიგე ეხლა შენ განგაში მიუხედავად იმისა რომ თქვათ არ არის ესეთი ძალიან დიდი რამე სურათი მე ის ხასიათი ძალიან მიყვარს იმიტომ რომ მოიგონე მაინც რაღაც სახასიათოა გულწრფელია ეს მაღალი გოგო უყვარს რაღაცა ისეთი თვისებები აქვს რომელიც ხალხიდან მოსულია ხალხის არის ეს გმირი ამიტომ ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გია დანელია როდესაც დამიძახა მე ამ ლუკაზე სოლი სინძეროა ბუბასი ხო აი ესეთი კოსტუმი თავისი შლაპით და იმას უნდა რაღაცა ეს კაცი ყოფილიყო ქორწილიდან გადმოსული ტიპაში. ძალიან ბევრი და ერთხელ უთხრა რომ მოდით რამე ჩავიცვამ ერთი და გავიკეთებ გრიმს. ჩემით. ეს დიდი ულვაში გავიკეთე რაღაც ეს ხუდი და ხალათი ხამრით რაღაცა და გია ესეთი იყოს ესე თქვა. დოდაბაშიძეს ხო ტექსტი ეშლებოდა ყოველთვის. ხო ამიტომ აღარ აჩერებდნენ ხო და შენ უნდა გამოხიდო მდგომარეობიდან რა სიტყვის არ იცი ხო და ერთ ალიაქოჩი ვართ რომ რაღაცა სიტყვის და მე რომ ახმოვანების დროს იქ სულ არ ხდება და ვახმოვანებთ იმას და ძალობდით მაგრამ დოდო თვითონ იყო იმდენად ორგანული და იმდენად საინტერესო კაცი და შესანიშნავი ადამიანი და მოქალაქე და საყვარელი კაცი ძალიან და ძალიან განათლებული კაცი, რაც ბევრმა არ იცის და მას ისეთი გონება ჰქონდა. მე რო თუთაშხია დავდივი და თუთაშხია კინოში, რომ გადავიღე არ დარჩენილა ქართველი მსახიობი, რომელიც ფილმში არ მონაწილეობდეს და არ არის გოგი ამ ფილმში, იმიტომ რომ ამ დროს რაღაცა გასტროლები ჰქონდა, რაღაცა სპექტაკლებს გამდა, ძალიან დაკავებული იყო და მოკლედ ესე მოხდა, რომ არ უთამაშია და ერთხელ მითხრა რომ ახალი გამოშვებული იყო ფილმი რომ ბატონო გიგაო კაცო
არ დაგიტოვებიათ ქართველი მსახიობი და მე რა დამიკავეთ თაშხია შედა მე ხუბრობით ვთქვა როგორ შენ არ თამაშობ მეთქი და აქამდე ყובה ხოლმე ამას რომ ასე გამაბიძურა გიგამო მეთქვა რომ შენ როგორ არ თამაშობ ფილმშიო არ ვითამაშე დასად თაშხიაში მთელი საქართველო თამაშობს იმიტომ რომ როგორც ბატონი გიგამობს რომ მე მეგონა თამაშობ და თუმცა არ თამაშობ ამბობენ რომ გოგი ქავთარაძე ყველას უყვარს უყვართ მსახიობებს, რომლებსაც საერთოდ არ უყვართ რეჟისორები. უყვართ დრამატურგებს, რომლებიც თავის ყველა მარცხს რეჟისორებს აბრალებენ. უყვართ თეატრალურ კრიტიკოსებს, რომელთა უმეტესობასაც საერთოდ არავინ არ უყვარს და ბოლოს იგი თავად რეჟისორებსაც კი უყვართ. მსახიობები მას კაცრ რეჟისორად მოიხსენიებენ, თუმცა მასთან მუშაობა მაინც განსაკუთრებულად მიაჩნიათ. მე ავად თუ კარგად ყველა სპექტაკლი მაქვს მოფიქრებული. და მე არ მოვალ რეპეტიციაზე თუ ის სცენა რომელსაც მე გავდივარ მე არ მაქვს მოფიქრებული და მე არ მაინტერესებს მაპატიოს ხოლმე მსახიობი რას ფიქრობს ამ სცენაზე ეს არის ჩემი გადასაწყვეტი საკითხი და ეს არის ჩემი ფილოსოფია ამიტომ ჩემთან იშვიათად ხდება კამათი იშვიათად ხდება შეხლა შემოხლა მე მოვდივარ ჩემთანაც და საზღვარგარეთაზე ვიწყებ რეპეტიციას და ვამთავრებ რეპეტიციას თუ ვინმე მეტყვის რომ თქვა რაღაცა აი დავამთავრებ რეპეტიციას შენი პრეტენზიები მე მითხარი რეპეტიციის დამთავრების მერე ხათაშურის მე ეს ძალიან მაწუხებდა რომ ასე ვიქცევი მე და მერე წავიკითხე ანდრეი ტარკოვსკის წერილი რაღაც ჟურნალიდან იყო ძველი ჟურნალი წავასწრე შევდივარ და ის წერდა რომ მე ერთი რამე არ მესმის რატომ იღებს რამდენიმე დუბლს რეჟისორი რეჟისორი რომელიც ერთი სცენის 2-3 დუბლს იღებს მე შემიძლია თქვა რომ მან არ იცის რას იღებს იმიტომ როგორ შეიძლება ორი ვარიანტი გქონდეს ერთი მოვლენების ჯაჭვს აი დაახლოებით ეს რო წავიკითხე ახლა მე იმას არ ვედრები მაგრამ აი მე ასეთნაირად ხომობ რომ ეს ჩემში არის ეს ძალიან მკაცრია გოგი მუშაობის დროს მაგრამ ძალიან ადვილია მასთან მუშაობა ის ყოველთვის შენ გიშვებს იმპროვიზაციაზე ყოველთვის და მე აფიქსირებს ამას ის არ არის ის კაცი რომ რო გითხრას აბა შენ მოიტანე შენი ვერსია მე შენი არა ორივე შეჯვარება ხდება იცით ადვილია მაგრამ მკაცრი და საერთოდ უმკაცრესია თეატრში აი დესპოტია თეატრში აბსოლუტურად ვაღიარებ რომ ასე უნდა იყოს მე უკვე დღეს ვარ თეატრის ხელმძღვანელი არა ამ თეატრის ხელმძღვანელი მე მისი ადგილი მიჭირავს ახლა მე არა აი გოგის ხასიათი რომ მქონდეს მე ჯობია იმიტომ რომ თეატრში ერთი ხელი უნდა არსებობდეს ძალიან კიცე აი ესე შეურყეველია გოგი სუფთა ხელმძღვანელია დაიყვირებს ხოლმე ჩხუბობს სპექტაკლის დადგმის დროს მართლა კაცრი არის საკმაოდ აი როგორიც ისეთიც არის ანუ სცენის მიღმა როგორი ისეთია საყვარელი ბუნჩულა ბატონო გოგი რაღაცა მოგიყვება იქ არ აინტერესებს ეკეტება მიდი და სუგაშინოდა ხოლმე მას მოსმენის უნარი აქვს იცით მოსმენის უნარი ანალიზის უნარი და შენს ნათქვამში ჩაწვდომის უნარი და ნიჭერება გააჩნია ეს ყველა ადამიანს არა აქვს იცნობს კარგად მსახიობის ფსიქოლოგიას ისე რომ ეს არის მსახიობი რეჟისორი რო იტყვიან რა ესე იგი რომ გავლილი აქვს თვითონაც იცის რა არის მსახიობის შემოქმედება და ძალიან აფასებს მსახიობის შემოქმედებას და ყოველთვის მსახიობები მაგასთან კარგად თამაშობენ ასწავლის თეატრალურ უნივერსიტეტში. სწავლის საკუთარი მეთოდებიც აქვს. პრინციპული და უკომპრომისო პედაგოგია. არ უყვარს გაცდენა და უპასუხისმგებლო სტუდენტები. მე ვარ თუმანიშვილის მოწაფე. მე ვარ ისეთი უკომპრომისო და დაუნდობელი, როგორც ის იყო ჩვენს მიმართ. მე მაგალითად არ მესმის სტუდენტმა რომ გააცდინა, ხო? მე მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს. მე მაინტერესებს მეკითხები, ადექი ერთ წუთს ფეხზე. სად იყავი მითხარი და შენ თუ მეტყვი რომ სად იყავი, შენ ქონდა ლექცია ჩემთან, ხო? არ მოხვედი. აი ეს მაინტერესებს ამ დროს სად იყავი. რა იყო ისეთი ადგილი, რომ შენ იქ წახვედი და არ მოხვედი. აი ეს ამიხსენი. თუ ამიხსნი
გავიგებ. ოღონდ ამიტომ ისინი სუყურთის ცდილობენ რომ სიმართლე მითხრან. აი ვიღაცა რომ მითხრას მაგალითად რომ მე გამიშვი და პაემაზე მივდივარ აი შუა ლექციაზე ხო შეიძლება გავუშვა პირველი კურსის ბოლოს დაგვინიშნეს ბატონი გოგი ქავთარ და მაშინ ვიგრძენით ფაქტიურად რა იყო მუშაობა, რა იყო თეატრი, რა იყო ადამიანი და სხვათა შორის ყოველთვის გვეუბნებოდა თუ არ ახარ ადამიანი მე არ მინდა შენი არაფერი რა მე თუ შენ ვერ აღიქო როგორც ადამიანს და თუ არ მომწოხარ პიროვნულად არ მჭირდება და სხვათა შორის ჩემი ჯგუფელები თითქმის რაღაცა ყველა ვართ ძალიან ადამიანური ადამიანები რა და ეს არის ბატონი გოგის დამსახურება ნასვამი იყო ჩემი ჯგუფელი ერთი და რას ქვიაო გაგიშდა გადა თვითონაც გააგდო და თვითონაც წავიდა მე რა აბრახოვნას ეს ხელები რა ვის უბედავთ თქვენ აქ ეს რა გონიათ თქვენ უცასყალო კი არ არისო მაგრამ გვეჭხობა მაგას დავიძაბეთ ყველა ის ბიჭი მე რა ნუ ბოდიშებით ეს დია ერთი კვირა და ძლივს დავიბრუნეთ არ მოციოდა მე სპერო ვინ გაბედა და დალევა სადმე მე პრემიერის დღეს არა პრემიერის დღეს ერთად დავლიეთ თვითონ მოიტანა ბამბანერკა ლიქიორი რაღაცები და ერთად დავლიეთ როიალთან როგორ მახსოვს ბავშვი მაშინ პირველად დავლიეთ ეს რეჟისორთან ერთად გვიხარო და მაგრად ერთი რომელიღაცა კურსი იყო არ მახსოვს სამ დღეში ჰქონდა ჩაბარება საკურსო სპექტაკლის და მეოთხე ახლა ხვალდილას გავიაროთ საღამოს კიდევ ერთხელ გავიაროთ მე მოვაწყოთ აუდიტორია და იმ დღეს უხა გავიაროთ იმიტომ რომ ტექნიკურად გავიაროთ ერთი სტუდენტი მოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ ხვალ საღამოსო მოდი ნუ დავნიშნავთ რეპეტიცია რატო მეოთხე ეს ვინ არის მოდი ნუ დავნიშნავთ ქორწილში მივდივარ რომ ერთხელ და მე ეთყობა ისე შემეცვალა სახე რომ შეეშინდა თვითონ რა იყო ბატონო არაფერი არ იყო მეუთხარი მე იმას ვფიქრობ მე რო თუმანიშვილისთვის მეთქვა რომ საღამოს არ დანიშნო ხვალ რეპეტიცია იმიტომ რომ ქორწილში მივდივარ რა მოხდებოდა არაფერი მეუთხარი არ ინსულტი დაემართებოდა ან სისხლი ჩაიქცეოდა არ დაიჯერებდა ჯერეთ ან ვერ მიხვდებოდა რა უთხარი მე ხედავთ როგორ თაობები როგორ იცლება. მესამე კურსზე დავდგეთ პირველი სპექტაკლი. აი ისე ორ წუთიანს არც კი ერთ წუთიანს რაღაც გააკეთებდა ჩვენ როლს. აი ესე რა ან ღიმილს გააკეთებდა და უკვე ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა რა. იმდენად გვიადვილებდა ჩვენ ისევ საქმეს. მაგრად გვიადვილებდა. მაგრამ მასთან მუშაობა მაინც რთული იყო, იმიტომ რომ საკმაოდ მკაცრი იყო. ერთხელ მახსოვს თეატრალში მივედი მელირება მქონდა გაკეთებული. ამ მელირებაზე მოვინდა მე ტონი რო დამედო. ხო და ნელ-ნელა დაბანის პროცესში ერთი ლურჯი იყო, მეორე მწვანე იყო, მესამე ყვითელი იყო, მართლა საშინელება ვიყავ და სამი დის რეპეტიციები იყო. ხო არ მივიდოდი ამ ჭრელით და უცებ სახში ქუდი რაც მომკვდა ხელში დავიხურე და აღმოჩნდა რომ წითელი ბურთიანი ქუდი დავიხურე რა და შევედი დამაგვიე უკაცრავად ბატონო დავიგე რა გახურავს კაცო თავზე და უი მეთქე დაიხურე კაცო თავზე თავი რო დაინა ძალიან სასაცილო იყო ეგ მომენტი. მე არ მიყვარს ორ კაციან, ერთ კაციან ჩხეიძე და მესო მაღაზიას ვიცინით და რომ არ შემიძლია სამკაციანი პიესების ყურება და ერთ კაციანის და ორ კაციანის და ერთ კაციანის მithumetes, ხო? მე სულ ასე შეგიძლიათ რა ვინ არის ეს ამისთან საათ ნახევარი ორმა კაცმა მე უნდა დამაბას და რო წავიკითხა პროგრამაში რომ მესამე კაცი არ წერია ხო აუ ვიფიქრე ეს ორი კაცია ხა ეს ჩემი ეს უკვე მართლა სუბიექტური რაღაცა არის ხო არსებობს კიდე რაღაცა დრამატურგიას კატეგორია მაგალითად რომელიც მე არ მაღელვებს ნუ არასოდეს არ დავდგა რო გითხრათ რა ჟანრში მუშაობს გოგი ამასაც ვერ გეტყვით ვერ დავაკონკრეტებ ეს დრამა ეს კომედია ეს ფსიქოლოგიური დრამა ვერ გეტყვით იცი ეს გოგია აი გოგის თავისი ისა აქვს შიგნით თავში თავისებული სტილი მისი შესრულებული როლებიდან და აქტიორული ხერხების არსენალიდან მე რაღაცას გაუმასხარავებ ხოლმე ან ძალიან სერიოზულად ვეთყვი იმაზე და ამაზე ეცინება და პირიქით ჩემზე და ასე
სიცილში ვარ. ოჯახში როგორია მაგათ რომ მივდივარ ხოლმე. მოხვედი, გამგეშობა დამიჯდება ხოლმე, მაგრამ სანამ თამუნან აკეთებს ყავას, ბატონო დამიჯდება ხოლმე და მომიყევი ახლა. რა ხდება იქით? ბიჭებში. და სულ მართლა სულ საუბრობთ, იმან ესე მითხრა. დამთავრებულია, მაგ გადაუწყვიტავს ხოლმე მაშინვე ვიღაცას პრობლემას. დამთავრებული მაგ საქმე მოიშორე მეტყვის. იმაზე ფიქრი შეიძლება და სულ ჭარაობთ მართლა. რაღაც სახში თეატრში ამაზე რას ბოდიალობ კაცო მეტყვის. თუ რომ ესეთი სხვანაირად თქვი თეატრში, რას ბოდიალობ, რას? მასთან ერთად არ შეიძლება პანაშვიძეს სიარული, მასთან ერთად არ შეიძლება მიხვიდე გასვენებაში ეს გამორიცხული. ეს იციან ეს მეგობრებო, მაგალითად თემურჩხეიძე რომ მოკლა არავითარ შემთხვევაში არ შევა გოგი ქავთარაძესთან ერთად პანაშვიძე არც რობერტ სტურუა. გამორიცხული. იმიტომ რომ ისინი გადარჩენენ სამჯერ 4-ჯერ სიკვდილს, სამთელი ოჯახი გამოიკიდა. ჩვენ აქ სასაცილო მიცვალებული არ გვყავს. იმიტომ ისე რაღაცა კურიოზს გაგიკეთებს უცბად რომ თითქოს არაფერი. თვითონ იმიტომ რომ ვერ შეამჩნევ რომ აი მაგალითად ადამიანი რომელსაც შედიხარ და უცბად აგიწყდება ხარხარი და კაცი გიждდება კაცო რა არის აქ სასაცილო მიცვალებული ასვენია რა მაგრამ ის ვერ გზნობს რა მოხდა იმიტომ რომ შენ ასე გაღემებული შეეჩეხები შენ და მე ამას კურიოზი მოყვება ხოლმე თვითონ გადის თამაში კაშმი დისიზლია ხუთმანეთ ჩადა მე პიერა მოშტა ბატონო ყვირი ჩხავის დუკანს გამიცლია გამორთლე გავშვი უკვე გამორთი ბატონო ჩირი მეტყვი ჰოპ ჰოპ უბრალოდ მეგობარი იყო ყოველთვის მე შემეძლო დღემდე და მაშინაც შემეძლო მივსულიყავ და რაღაცა ჩემი მომეყოლა ისეთი რასაც სხვას არ მოვიყვებდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ იმისგან ისეთ რჩევას მივიღებდი, რომ აუცილებლად გამომადგებოდა რა ის რჩევა. და დღემდე ესე ვართ.